ამ დარბაზებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულ 10 პირზე განაჩენი უკვე დადგა. ამ ვიდეოში თავს მოვუყვრით მათ შესახებ ინფორმაციას და კიდევ ერთხელ მოგიყვებით თუ როგორ დასაჯა სისტემამ ისინი. დავიწყოთ გიორგი შანიძით. ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანების გამო მაისში დააკავეს. მის საქმეზე განაჩენი ერთ-ერთი პირველი იყო. სექტემბერში მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მას 4 წელი მიუსაჯა. 4 დღეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ის შეიწყალა. პრეზიდენტის ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება სხვა ბრალდებულებმა აღიქვეს სიგნალად, რომ სალომე ზურაბიშვილი მათაც შეიწყალებდა. ამის გამო მათმა დაცვის მხარებს სტრატეგია შეცვალა. იმ იმედით, რომ სწრაფი მარცხჯულების შედეგად საქმეების განხილვა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადაში მოესწრებოდა. თუმცა ყველაფერი ამ გეგმით არ განვითარდა. ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, გიორგი კუჭუაშვილი. მათი ადვოკატები ოქტომბრიდან მოყოლებული საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭენურებაზე საუბრობდნენ. მოსამართლის ავადმყოფნის პროკურორის შვებულებაში გასვლის თუ სხვა ფორმალური მიზეზების გამო მათ საქმეებზე განაჩენი იანვარ-თებერვალში გამოცხადდა. მაშინ, როცა უკვე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მათი შეწყალების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ომარისა და საბას ისტორია პუბლიკის მკითხველისთვის კარგად ნაცნობია. 400 ლარიანი ლითონის ჯებირის დაზიანების გამო მათ ისეთი მუხლი წარუდგინეს, რაც ჯგუფურად მოქმედებას გულისხმობდა და შესაბამისად სასჯელიც უფრო მკაცრი ემუქრებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მუხლი ქართულმა ოცნებამ კანონმდებლობაში პირველ რუსულ კანონზე საპროტესტო აქციების შემდეგ დაჩქარებული წესით მიიღო. ჯებირების საქმეზე განაჩენი 20 იანვარს გამოცხადდა. ამ დღეს ომარ ოკრიბელაშვილი 20 წლის გახდა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალში და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ციხეში ჯამში წელიწადნახევრის გატარება მოუწევთ. 1 წელი კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ. ეს საქმეზე გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობებია. ამავე დღეს გახდა ცნობილი 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილის განაჩენიც. მას მოსამართლე ზვიად ჩარაძემ 5 წელი მიუსაჯა. ფრიდონს მეხანძრე მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდნენ. მოგიდგენს უცხავენ. აი აფხენებენ. პირდაპირ ინსტიტუტის მნიშვნელობით. მე თავი ჩავთვალე ვალდებულად დამიცვა. სუსტები და ხელს ბრალდი. ეს კი გიორგი ოკმელაშვილია. მას პოლიციაზე თავდასხმის მუხლით 5 წელი მიუსაჯეს. ეს კადრები კიდევს გიორგი კუჭუაშვილის საქმეში. სპეცრაზმერისთვის ნახევრად ცარიელი ბოთლის სროლის გამო მას 4 წელი მიესაჯა. 5 წლის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა კიდევ ერთ ბრალდებულს, ირაკლი მეღვინეთუხუცეს. ის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული იყო. რაც შეეხება დავით კოლდარს, პოლიციელის მანქანის დაზიანების გამო მას 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა მისთვის ამნისტიის გავრცელებაზე. ბრალდებულთა შორის ასევე იყო ანდრეი რაუტბერგი, სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით. პუბლიკის ინფორმაციით მას მორიგების შედეგად 3000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. რაც შეეხება მეათე ბრალდებულს, ვაჟა დურგლიშვილს, მისი განაჩენის შესახებ ინფორმაციას არც პროკურატურა და არც სასამართლო არ გვაწვდის. ახლა უკვე ამ კეთილებში არჩევნების შემდეგ აქციებზე დაკავებული 50-მდე პირის სისხლის სამართლის საქმეების განხილვა გრძელდება.